გამარჯობათ. ისევ დაგიბრუნდით. ეხლა მინდა ეს დაპირებული ასეთი ძალიან მარტივი სამოსი შემოგთავაზოთ, თუმცა მე გითხარით, რომ ესე ზღვისთვის გამოგადგებოდათ და უფრო ესეთი გრძელს ვაპირებდი, მაგრამ რაღაც ესეთი მოდელი ნახე და მომწონს. პრინციპში შეგიძლიათ ეს უფრო გრძელი გააკეთოთ, თუმცა მოგიწევთ რომ ჩაკეროთ გვერდები მაშინ თუ თქვათ ესე ძალიან ქვემოთ ჩამოხვალთ. აქ ეხლა არ არის ჩაკერილი, უბრალოდ ეს რა სიმაღლეზეც არის, ეს თქვათ ჰორიზონტალურად, ეს არის, ახლა მოდით გაჩვენებთ მე. ესეთი უზორია და ნახეთ, ესეთი გრძელია. ესე იგი ჩვენ ასე მოვგზავნოთ, ესე მოვგზავნოთ. აქ ყელის ჭრილია, ალბათ ხვდებით. მე კიდევ გავაგრძელებ და ნახეთ თუ დააკვირდებით, ამ ადგილებში არის ესეთი კბილანებივით. ეს არის ჩაკერვის ადგილები. აქ ფაქტურად მე ვფიქრობ, რომ აქ მოგსოვილია მთლიანია ეს ნაწილი, მერე ცალკე ეს და მერე მიკერებულია. მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია პირდაპირ მოვგზავნოთ, ანუ უბრალოდ აქ ჭრის ადგილი, ესე დავტოვოთ, რომ აქ მოვალთ, მერე გავაგრძელებთ, ანუ აქ თავისუფალი თვლებით და აქ ისევ როგორც გსოვდით და ისევ მე ესე ვფიქრობ, რომ გავაკეთო. უბრალოდ ეს ნახეთ, ეს ადგილი და ეს ადგილი ასე უნდა ბოლოს უნდა მივაკეროთ ერთმანეთს. ხო, ეხლა გექნება თქვენ ესეთი ოთხკუთხედი, რაც აქ ჩანს, ესე უნდა მოგსოვთ. და შემდეგ ამ ადგილებს რომ ჩავკერავთ, ეს ფაქტურად სახელოს მოგცემთ და ეს ტანის ადგილი გრჩება და აქ 40 სანტიმეტრია, აქ დაწერია 40 სანტიმეტრი. აქაც შესაბამისად 40 უნდა იყოს. საყელოსთვის უფრო მეტია დატოვებული, არ ვიცი რატომღაც. ნახეთ. აქ გვაქვს 50 სანტიმეტრი. neckline, ანუ ყელის ჭრილი, აქ. ხო, აქ იმედია რომ ეს 40 სანტიმეტრი გვექნება საკმარისი იქნება. ნახოთ, მე უკვე მოგსოვე აქ, ახლა გაჩვენებთ, შევხედოთ. ეს რატომ არის კარგი, ნახეთ, ყველა რიგში, ამ შემთხვევაში თუ ნახეთ, ცოტა სქელი ზოლი ჯდება, მაშინ აქ მე ვფიქრობ, რომ ყველა რიგში არის მოგსოვილი ეს თვალი სამი ნამატით, მაგრამ მე გირჩევთ ესე, ნახეთ, ეს არის წაღმა მხარე ახლა. ახლა შეგახედებთ უკუღმა, როგორია უკუღმა მხარეს ეს სვეტები. მე ვფიქრობ, რომ წაღმა მხარეს, ერთ მხარეს რომ ყოველთვის ეს დაგიჯდეთ, მოხვევის შემდეგ რაღაც ერთი რიგი უნდა მოგსოვოთ, ანუ ესეთი ისევ თუ დაიწყებთ სვეტების მოგსოვას, მაშინ მონაცვლობა გექნებათ ესეთი დაგრეხილი სვეტის და ესეთი ტიპის სვეტის, ასეთი ტიპი დაჯდება შემდეგ რიგში, მერე ისევ ასეთი გექნებოდათ. მაგრამ როცა თქვენ მოგსოვთ სვეტს, ერთ რიგში სვეტს, მერე მოგსოვთ თვალს ნამატის გარეშე, მერე ისევ სვეტს, მაშინ ეს ახლა მე რაც მოგსოვე მაგალითისთვის, ესეთი ნაკსოვი გამოგივათ. მე გირჩევთ, რომ ეს ნაკსოვი გააკეთოთ, რომ თქვენ იცოდეთ, თქვათ 10 სანტიმეტრი, 10 სანტიმეტრზე რა რაოდენობა თვლებს ითხოვს თქვენი ძაფის შემთხვევაში, თქვენი აისნაღის შემთხვევაში, აქ 10 სანტიმეტრი რო იყოს, ხო? ეხლა ჩემ შემთხვევაში არის 17 თვალია. 17 თვალზე ესე გამოდის 10 სანტიმეტრი. რიგების რაოდენობა იმდენად მნიშვნელოვანი არა, იმიტომ რომ თქვენ მოიზომავთ და როგორც რა რაოდენობა რიგებიც გინდათ, ისე შეგიძლიათ პრინციპში. შეიძლება ზუსტად ასეთი სიმაღლე არ გააკეთოთ, ან უფრო მოკლე, ან უფრო გრძელი, როგორც გითხარით, ეს უდაფაროს, ხო, ქვემოთ ეს თეზო. თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროა. ყელის ჭრილი სასურველია, რომ ყველას ერთნაირად ეს საშუალო ზომისთვის არის და ესეთი 50 სანტიმეტრი. ესეთი ჭრილი. კარგით, აბა დავიწყოთ. ეხლა აქ როგორც ხედავთ 110 სანტიმეტრია, ნახეთ, ეს. ჩანს ხო? აქ. წერია 110 სანტიმეტრია, ეს მთლიანი. ამიტომ მე უკვე გადავთვალე ეხლა 110 სანტიმეტრი და ჩემ შემთხვევაში მე დამჭირდება 187 თავისუფალი თვალი. ახლა ამ ძაფს გაჩვენებთ, რითიც ეს ნიმუში მოგსოვე. ესეთი ძაფია. ბამბის ძაფი არის 100 გრამი არის 170 მეტრი.
ყაისნაღი აქ მოითხოვება 4 მმ, მე მაქვს 4.5 და მეგონი კარგი არის. აი აქ არის პრინციპში 10 სანტიმეტრი, 10 სანტიმეტრი რომ გამოგივიდეთ, აი როგორ რაოდენობა, ეს უბრალოდ ამ ძაფისთვის არის და ასეთი ყაისნაღისთვის თქვენ შეხედეთ თქვენთვის როგორ გირჩევნიათ და ისე მოგსოვეთ. აი სუთა ის არის ბამბარის ეს მე გირჩევთ. ეხლა ერთი რასაც გეტყვით რომ თუ გინდათ რომ ესეთ დავარნილი ნაკსოვი იყოს, ანუ არ იყოს ესე მტკიცე და ცოტა სტილი ისეთი ამ სამოსელის რომ უხდება ესე ცოტა თავისუფლად დავარნილი ესეთი ნაჭრის ეს რო კონდეს ხო? მე გირჩევთ რომ დიდი ყაისნაღი აიღეთ უფრო. ნახეთ თითქოს ის ძალიან წვრილია, მაგრამ ეს ყაისნაღს ცოტა დიდს ვიღებ ხო 4.5-ს. მაგრამ აი ესე გირჩევთ. მაგრამ ერთადერთი უნდა შეაფასოთ 10 სანტიმეტრს რა რაოდენობა თვლები გაძლევთ, ოღონდ რამოდენიმე რიგი მოგსოვეთ აი ამ სვეტების. თორე ერთი რიგით აი ეს თავისუფალი თვლებით შეიძლება შეცდომა მოგივიდეთ, შეიძლება თავისუფალი თვლებით თითქოს მოგეჩვენოთ 10 სანტიმეტრია, მაგრამ საბოლოო ჯამში უფრო ნაკლები გამოგივათ, ესე უფრო მოსალოდნელია. ამიტომ ეს 10 სანტიმეტრი რო გეცოდნებათ, აი ამდენი თვალი გაძლევთ 10 სანტიმეტრს. 10 სანტიმეტრი გჭირდებათ, ხო? აი ეს მთელი სიგრძე, აი ძირი რო გაჩვენეთ სქემაზე. ხო? 100-ი რომ მიიღოთ, ესე იგი ეს უნდა გამრავლოთ 11-ზე, ხო? ანუ თქვენი რაოდენობა თვლების, რომელიც 10 სანტიმეტრს გაძლევთ. 11-ზე უნდა გამრავლოთ და ის რაოდენობა. ჩემთვის ეს არის 187, როგორც გითხარით. ეხლა თავიდან გავაკეთებ მე კვანძს, აი ესე. დაგჭირდებათ ასევე ნიშნულები მოტრიალებისას. და თავისუფად გსოვ, მინდა რომ ძალიან ესეთი დრეკადი და ესეთი თავისუფალი ნაკსოვი გამომივიდეს. ხა მე ავკრიფავ ამ 187 თავისუფალ თვალს. აი ნახეთ რამხელა თვლებს ვაკეთებ, საკმაოდ ისიც საკმაოდ დიდი თვლებია. მე ხა დიდი რაოდენობა ასაკრეფი და ესე მივყვეთ, ხო? თქვენ შეხედეთ თქვენ რა რაოდენობა გჭირდებათ, რომ 100 სანტიმეტრი გამოგივიდეთ ეს თქვენი ნაკსოვი. ესე იგი 187 თავისუფალი თვალია ესეთი ჯაჭვის სახით, ნახეთ. საკმაოდ გრძელია. სანტიმეტრის ლენტით რო გავზომე, ცოტა უფრო გრძელიც არის, ვიდრე 100 სანტიმეტრი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც ახლა შემდეგი რიგები ცოტა მოჭიმავს ნაკსოვს და ამიტომ ჯობია ესე მოგსოვოთ. ახლა შემდეგი რიგი გვექნება, ნახეთ, ეს პირველი რიგი იყო, ხო, ესეთი თავისუფალი თვლებით. ახლა აი ამ 187 თვალის გარდა კიდევ ერთი თავისუფალი თვალი ბიჯისთვის უნდა მოვუტრიალდეთ და მოვგსოვოთ თვლები ნამატის გარეშე. ასე ერთ კედელში შევალ, აი ესე. მომდევნო თვალში შევედი, ხო? ეს ჩვეულებრივ მოვუტრიალდით და თვალი ნამატის გარეშე. აქ გააკეთეთ ნიშნული პირველ თვალზე. ესე იგი მეორე რიგია ახლა და არის თვლები ნამატის გარეშე. აქაც ახლა მექნება 187 თვალი ნამატის გარეშე, ესევე როგორც პირველ რიგში თავისუფალი თვლები მქონდა, ხო, 187. აი ესე გავყვეთ ახლა ეს რიგი მოვგსოვოთ ესეთი სახით. შემდეგი რიგიც ასევე იქნება თვლები ნამატის გარეშე. ანუ გარკვეული ესეთი კიდე ქვედა კიდე იქნება ესეთი ძალიან მტკიცე. აი ეს შეკრავს ეს თქვენ ნაკსოვს ეს რიგები, სადაც გექნებათ ხოლმე თვლები ნამატის გარეშე, უფრო შეკრავს და სადაც გექნებათ თვლები სამი ნამატი, იქ უფრო მოშვებული არის ის რიგი, მაგრამ ერთმანეთს აკომპენსირებენ ეს ორი რიგი. ესე კარგით, ესე გაყევით ეს რიგიც ბოლომდე და დაგიბრუნდებით. აი მოგსოვე ეს მეორე რიგიც, ნახეთ. ესეთი გრძელი, ესეთი ზონარი გამოგვივიდა. ეხლა შემდეგი რიგი როგორც გითხარით, ასევე იქნება თვლები ნამატის გარეშე. ერთი თავისუფალი თვალი ბიჯისთვის და მოვუტრიალდით. დავაკვირდეთ, აი ეს ბიჯის თვალია, ხო? და აი ეს, აი აქ უნდა შევიდეთ. ხედავთ, ხო?
აი აქ უნდა შეხვიდეთ უკვე ორივე კედელში. აი ეს იქნება თქვენი პირველი თვალი ამ რიგში ნამატის გარეშე, აქაც გავაკეთოთ ნიშნული. ეხლა ამ რიგსაც როგორც გვეკითხარით, ხო? მოვხსოვთ როგორც თვლებს ნამატის გარეშე, აქაც გექნებათ იგივე რაოდენობა თვლების, რაც წინა რიგში. ფაქტიურად სულ ბოლომდე ესე ვხსოვთ, თუ არ ჩავთვლით, აი ყელის ადგილს როცა დავტოვებთ, ხო, გამოვტოვებთ, რომ იქ ჭრილი წარმოიქმნას. ეს ორივე კედელში შევდივარ, ხედავთ, ხო, ესე. აი ესე. და მოვხსოვთ ეს რიგიც. ეს ფაქტიურად მესამე რიგია ახლა. ჯაჭვის შემდეგ, ხო, ესე თვლით იმ ჯაჭვისებურ თვლებსაც და ამიტომ გამოგვდის ეს მესამე რიგი. ეხლა ფაქტიურად მე ვიყენებ იმ თვლებს, რაც შევისწავლეთ უკვე გაკვეთილების დროს, ხო? აქამდე რაც შევისწავლეთ თავისუფალი თვლები ნამატის გარეშე. და ეხლა გვექნება აი შემდეგ რიგში უკვე თვალი 3 ნამატით, ხო? კარგით, ასე გავყვეთ ბოლომდე. აი ეს ბოლო თვალი გვაქვს, ნიშნულის თვალი და ესეც უნდა მოვხსოვთ. ეხლა მე მაქვს 3 რიგი. პირველი რიგი თავისუფალი თვლების, ჯაჭვი, რაც იყო, მეორე რიგი თვლები ნამატის გარეშე და ეს მესამე რიგი ისევ თვლები ნამატის გარეშე. ეხლა ჩვენ გადავალთ მეოთხე რიგზე და აქ უკვე უნდა მოვხსოვოთ აი ეს მაღალი თვლები, რომელიც ვისწავლეთ. ესე იგი, თვალი 3 ნამატით. იქ გქონდა თუ გახსოვთ თვალი 3 ნამატით რომ მოვხსოვოთ, აი როცა მოტრიალდებით პირველი სვეტი არის თავისუფალი თვლებით და თვალს 3 ნამატით შეესაბამება 5 თავისუფალი თვალი. ნახეთ 1 2 3 4 და 5. აი ეს არის თითქოს პირველი სვეტია. აი ესე უნდა წარმოიდგინოთ. შესაბამისად პირველი სვეტი აქ უნდა გავაკეთო მე ნიშნული, დავაბრუნო აი ბოლო თვალზე, მეხუთე თვალზე, ხო? ეხლა 1 2 და 3 ნამატით. და სად უნდა შევიდეთ, ნახეთ. აი აქედან იწყება ეს 5 თვალი, აი აქედან. ეს არის უკვე საფუძველი, აი ეს თვალი. მაგრამ აქ არ შევდივართ, იმიტომ რომ აი ეს სვეტი, თქვენი პირველი სვეტი, აქედან გამოდის, ესე უნდა ვიგულისხმოთ, აი აქედან. აი ესე იგი, შემდეგი თვალი გვჭირდება, აი ეს. 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად და 2 ერთად. აი ეს. დააკვირდით? ხედავთ ხო, ისად შევედით. აი აქ არ შევედი, იმიტომ რომ აი აქ ეს სვეტი გქონდათ. აი შემდეგში შევედი. ისევ თვალი 3 ნამატით, აი 1 2 3. ახლა აქ ხართ უკვე შესული, ხო, აი აქ. ორივე კედელში შევდივარ, ჩვეულებრივ. 2 ძაფი ერთად, 2 ძაფი ერთად, 2 ძაფი ერთად, 2 ძაფი ერთად. ისევ ვიმეორებთ 3 ნამატით. ესე იგი, ეს რიგი მექნება თვლების 3-3 ნამატით. აქაც უნდა გქონდეთ იგივე რაოდენობა თვლების, რაც მანამდე გქონდათ. ჩემს შემთხვევაში 187 თვალი უნდა მქონდეს. არ უნდა არ შეგიმცირდეთ, არ გაიზარდოს, მოკლედ ბოლომდე უნდა შეინარჩუნოთ ერთი და იგივე რაოდენობა თვლების. აი ესე გავყვეთ ახლა ეს რიგი თვლებით 3 ნამატით. აი ბოლო თვალი, რომელიც ნიშნულში უნდა ამოვიყვანოთ, აი ნიშნულის ადგილას. ესეც თვალი 3 ნამატით. აი ეს მორჩით ეს რიგიც. აი ესეთი გვაქვს, ნახეთ როგორია, აი ესეთი ნაკსოვია. ეხლა შემდეგი რიგი გვექნება ისევ თვლები ნამატის გარეშე. ანუ როგორც მანამდე იყო, ხო, ამ სვეტამდე, აი ქვემოთ. თუმცა, ეხლა იმის განსხვავებით, რომ აი თავიდან დავიწყეთ 2 რიგი იყო, ხო, თვლები ნამატის გარეშე. აი უკვე ნაკსოვის უკვე
შუა ნაწილი ხო, ანუ უკვე სადაც უშუალოდ გვსოვთ ჩვენ ამ სამოს, აქ უკვე მხოლოდ ერთი რიგი გვჭირდება. ანუ ესე იგი ერთი თავისუფალი თვალი ბიჯის მოვტრიალდით და გვსოვთ, ესე იგი ეს უგუღმა მხრიდან უყურებთ, ახლა თქვენ ნახეთ, აი ესეთია. ეს წაღმა მხარეა. აი ეს უგუღმა მხრიდან და თვლები ნამატის გარეშე. პირველივე თვალში უნდა ამოიყვანოთ ეს თვალი ნამატის გარეშე და დავაბრუნოთ ეს ნიშნული. აი ესე ორი კედელში შესვლით და თითო თვალში თითო თვალი ნამატის გარეშე. ისე იგივე რაოდენობა თვლების უნდა გქონდეთ რა წინა რიგში. აი ესე. შემდეგი რიგი როგორც ხვდებით, ესე გვექნება ისევ თვლების სამი ნამატით. ანუ წაღმა რიგში გვსოვთ თვლებს სამი ნამატით, უკუღმა რიგში, აი ხა როგორც უკუღმა რიგს უყურებთ, ხო ესე? აქ გვსოვთ უკუღმა რიგში თვლებს ნამატის გარეშე. სულ ასე უნდა გავაგრძელოთ. სულ სანამ არ მივალთ აი ყელის ჭრილი, სადაც არის საჭირო რომ გავაკეთოთ. იქ დაგიბრუნდებით მე.